3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შეს თბილრაბა ჟამი ერსა მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის ამშენებლობაში. ეს არის ჩვენი დევიზი და ამ დევიზს და ამ ფრაზას ვიმეორებთ თითქმის ყველა გადაცემაში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასია. ეს ნამდვილად ასია, იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი მართლა ისტორიულია, თუ ყველა თითოეული ჩვენგანის ის წინაპარი მართლა იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის ამშენებლობაში. ჩვენი გადაცემები არის YouTube არხზე გადის, საქართველოს საერთო კლუბის გადაცემებია. მე ვარ მისი ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია და გადაცემები შეეხება საქართველოს გვარებს, ქართულ გვარებს, ისტორიულ გვარებს. ისტორიულს მე რას ვეძახი ისტორიულს? საქართველოში ყველა გვარი ისტორიულად კი იმიტომ ვამბობ, რომ არ არსებობს გვარი, რომლის ირგვლივ რაღაცა სულ მცირე ოდნავი რაღაც მასალა რო არ არსებობდეს არქივებში და ისტორიის ფურცლებზე. ასე რომ ყველა გვარს აქვს, ესე იგი ყველა გვარზე შეიძლება რაღაცა მოძიება. ზოგი არის ესეთი გვარია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია გააჩნია. ზოგი არის უნიშნელო, მაგრამ უნიშნელო ეს პირობითია, უნიშნელოს მე ვეძახი იმას, რომ არ მოიპოვება დაუშვათ საბუთები არ მოიპოვება. ყველა გვარი მნიშვნელოვანია და ყველა გვარს აქვს მიღებული მონაწილეობა მართლა. ამ ჩვენი ქვეყნის სამშენებლობაში და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ძალიან დახუნძრულები ვართ ამ იცი რა ქვია ისტორიული რაღაც დოკუმენტები და ფაქტები და ზოგჯერ ძალიან მწირად მოგითხრობთ ამას ყველაფრის. ამას თავისი როგორც მოგახსენეთ თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია. ძალიან ბევრი ადამიანი გთხოვს და უნდათ რომ ესე იგი თავიანთი გვარი შევისწავლოთ. ეს არის ძალიან კარგი, როცა ადამიანი ცდილობს, რომ ესე იგი გაიგოს თავისი ოჯახის, თავისი გვარის და თავისი წინაპრების წარსული. ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ესე იგი თქვენ თითოეულთვენგან შევაყვაროთ, თქვენი გვარი შევაყვაროთ. მაგრამ ესე იგი ხდება ხოლმე ესე რომ აი უშუალოდ არ არის ბევრი ინფორმაცია და მე საყვედურობენ ამაზე. ეს არის მე მესმის თითოეული იმ ადამიანის, ვისაც უნდა ბევრი მიიღოს და იღებს ძალიან ცოტას, მაგრამ ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ესეთი მომენტები, აი ამაზე ძალიან ის ეკონომიურ რაღაცებზე არ მიყვარს საერთოდ საუბარი და არ მიყვარს ეგეთ რაღაცებზე, მაგრამ ხანახან მიწევს და კიდევ მიწევს ახსნა. ჩვენ აგერ ჩემს უკან რაღაც გარკვეული ნაწილია და ძალიან დიდი ნაწილი, ესე იგი მაქვს კიდე სხვა ოთახებში და ჩემს საკუთარ სახლში იმ მასალების ზღვა მასალა, რომელიც მე ჩემი ამ ხნის 45 წლიანი აი მოღვაწეობა, რასაც მე გვარების ისტორიაში ასე თქვათ ისტორიას ვეძებ უკვე რაღაც დაახლოებით 45 წელია გასული, რაც მე დაგროვებული მაქვს მასალები, ამ მასალების დაკვრებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. აი დაუშვათ აი რომ მოგითხრათ ახლა როგორ ვაკეთებ ამას, დაუშვათ გვარი ნებისმიერ გვარი, დაუშვათ ლოლუას გვარი, რომელიც ესე იგი უნდა განვიხილო, ვიწყებ ესე იგი ძიებას სხვადასხვა
ისტორიულ საბუთებში, სხვადასხვა მატიანეებში, დავუშვათ ნახე ლოლუა, ამოვიწერე ლოლუა, მე კიდევ სხვა წიგნში ნახე კიდე ამოვიწერე და ასე დავუშვათ 10, 20, 30, 50 წიგნში ვიპოვე რაღაც ლოლუები და მე ამ ლოლუებისგან, ამ ფაქტებისგან უკვე ვადგენ ესე იგი ისტორიას, რომ ლოგიკურ იმით აქვს მაგას ლოგიკის მოშველებით, ასე თქვა და დედუქციის მოშველებით მე ის არა ვარ, გამომძერებელი არა ვარ და რაღაც, მაგრამ ნუ რაღაც ესეთი ის უნდა გქონდეს, ანალიზის უნარი უნდა გქონდეს, კვლევას თუ არა ანალიზის უნარი, მაშინ მას ეგ ვერ შეძლებს აი ეგეთ რაღაცების გაკეთებას. ამიტომ შეიძლება რაღაცა ისტორიაში დავუშვათ შეხვდა რაღაცა ესეთი დეტალი, რომელსაც ვერ ხსნი რაღაც, მაგრამ სხვა საბუთში შეხვდა ესეთი რაღაცა, რომელიც აი ამ პირველად ნაპოვნ რაღაც ფაქტს, ესე იგი გასაღებს ურგებს, ანუ ესე იგი ახსნა იმაშია სწორედ ამ ორი ფაქტის დაკავშირება უნდა შეეძლოს კვლევარს და ორი ფაქტის დაკავშირებით უნდა გამოიყვანოს, რამოდენიმე ფაქტის დაკავშირებით უნდა გამოიყვანოს სხვარის ისტორია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ესე იგი ასე ვთქვათ ვაკეთებთ და გვინდა გავუშვათ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გვარი არის ისეთი გვარი, რომელსაც საერთოდ როგორ არის იცით უნდა ეძებო იმაში არქივებში და ჩვენ და სამწუხაროდ დღეს არქივი იმდენად გაძვირდა და იმდენად ძნელია იქ შესვლა და იმდენად ძნელია იქ მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა ადევს ამ ყველაფერს და ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვწვდებით ამას რა და ამიტომ არქივების გვერდის აუზი, თუმცა ჩვენ აქ გვაქვს რაღაცა ისინი შეუძლია ესე იგი ამოვიღოთ გარკვეული გვარები და გარკვეული გვარის ისტორიები და შეგვიძლია მოგაწოდოთ თქვენ რაღაცა მაინც ის ისტორიის ის ნაწილი მაინც, რაც თქვენ შეიძლება მთლიანად არ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც ესე იგი შეგივსებთ იმას, იმ ხარვეს შეგივსებთ და იმას შეგივსებთ, რაც თქვენ დაუშვათ არ იცით თქვენი გვარის შესახებ. ახლა შეიძლება ძალიან ისე გამომივიდა ეს საუბარი, რა ვიცი, რამდენად სასარგებლო საუბარი გამომივიდა, მაგრამ მე ვეცადე გადმოეცა ის, რასაც მე ვფიქრობ. ახლა გადავიდეთ გვარებზე, უშუალოდ გვარებზე დღეს გვაქვს სულ ორი გვარი გვაქვს განსახილველად და ესე იგი ამ ორივე გვარს მოვიხილავთ. ერთი არის პირველი გვარი არის ყავლაშვილი, რომელმაც მოგწერეს ჩვენ ძალიან დიდი ხნის ადრე მოგწერეს და აინტერესებდა თავიანთი გვარის წარმომავლობა და ყავლაშვილები ესა ეპონიმური გვარსახელი არის ჩვენი აზრით, იმიტომ ყავლა განეკუთვნება ეპონიმურ გვარსახელებს, სახელი ყაურა, ესე იგი მოხსენებულია მე-17 საუკუნეში, კერძოდ 1610 წელს წყალობის ციხე, სადაც დომეთი კათოლიკოსმა ყავლა ძმითა და ძმისშვილებით უწყალობა ზოვრად გარაყანიძეს. ანუ ეს სახელია და სახელიდან ნაწარმოები გვარია რა, ასე ვთქვათ. ყავლაშვილების განსახლების არეალი მოიცავს ქართლის რამდენიმე სოფელს: აბანო, აგარა, არბო, არკნეთი, გომი, დვანი, საგურამო, ქარელი და ხაშური. ყველაზე ძველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, განეკუთვნება მე-17 საუკუნეს, კერძოდ 1654 წელს, სადაც ამ გვარის 4 ოჯახია დასახელებული მაჩაბლების ყმებად. სოფელ ზღუდერში, ძარცემში, ჭარებში და ქემეთში, სადაც ისინი იცავდნენ ამ სოფელში არსებულ ციხე-კოშკებს. ლეკიანობის თარეშის წინააღმდეგ ბრძოლის დროს 1680 წლის ერთ-ერთი საბუთით მაჩაბლებმა ამ გვარის წარმომადგენლები დაასახლა სოფელ ქემეთში ყავლად ციხე-კოშკის მახლობლად და ისინი დანიშნა ამ ციხე-კოშკის მეციხოვნეებად. 1710 წლიდან ხდება ყავლაშვილების გვარის წარმომადგენლების მიგრაცია სხვადასხვა სოფლებში, დავუშვათ ტენისხიდში, ხეთუბანში და რამდენიმე უბანში. სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა ყავლაშვილების შესახებ. შემდეგი გვარი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, ეს არის ლოლუების გვარია. ეს არის გვარი ძალიან ისტორიული გვარია. ამ გვარის შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს ისტორიოგრაფიაში და ისტორიაში.
ყველაზე უფრო ისეთი გავრცელებული და ისეთი არის იონა ბატონიშვილსაც კი აქვს, ესე იგი იმდენად საინტერესო გვარი იყო იონა ბატონიშვილისაც კი ესე იგი თავის წიგნში შეიტანა ესა ასეთი ისინი არიან ვასწერს ბატონიშვილი იონა ბატონიშვილი ლოლოების შესახებ ესენი არიან ქურთის გვარისანი ლოლაშვილები ისინი მოვიდნენ და მეფე მოგოძნა აზნაურობა კერძოდ ლოლოა შვილობა ეს ჩვენ არ გონია რომ ეს სიმართლე შეეფერებოდეს ჩვენ ვიცით იონა ბატონიშვილის დამოკიდებულება საერთოდ გვარების შესახებ და ის რატომღაც ცდილობს წარმოაჩინოს თითოეული გვარის არაქართული წარმომავლობა ეს ჩვენთვის გაუგებარია დღემდე გაუგებარია რატო აკეთებდა რაზე დაფუძნებდა და რაზე დაგმობით აკეთებდა ამას იონა ბატონიშვილი უბრალოდ იონა ბატონიშვილი იმითია საინტერესო ჩემთვის პირადად ჩემთვის რომ ესე იგი ეს არის წყაროს მოყვანა ესე იგი იონა ბატონიშვილი თუ იცნობს ლოლოების გვარს ესე იგი ლოლოების გვარი ესე იგი იმის ისეთი გავლენის გვარი იყო რომ თვითონ იონა ბატონიშვილის კი დაინტერესდა ამითია ჩემთვის საინტერესო დავუშვათ იონა ბატონიშვილი და მისი თხზულება თუ ნაწარმოები თუ ეს რაღაცა ნაშრომი ამ საქართველოს ის თავად აზნაურთა გვარების შესახებ ეს გვარი საცხოვრებელი ძირითადად არის სამეგრელოში არიან, თბილისშიც არის და ძირითადად სამეგრელოში ცხოვრობენ. საქართველოში ამ გვარი 729 ადამიანი ცხოვრობს. აქედან თბილისში 173, ფოთში 152, სენაკში 84 და სხვაგანაც არიან. პირველ სახელი, ესე იგი ლილო, ლოლა, კოლხეთში გავრცელებული არის ეს პირსახელი, საერთოდ აი ამ ფორმით რა, ანუ ლოლა, ლოლია და სხვა. ანუ ესე იგი ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ეპონიმური გვარსახელების განეკუთვნება, ანუ გვარი სახელიდან წარმოებული გვარია. ყველაზე ძველი ისტორიული საბუთი, სადაც ლოლოები არიან მოხსენებული 1696 წელს განეკუთვნება, სადაც ხოსია ლოლო არის მოწმედ მოხსენებული ბიჭვინთის ის არის, რა ვქო, საბუთია, ესე იგი შეწირეს, ესე იგი ბიჭვინთის ეკლესია შეწირეს რამოდენიმე გლეხი და აზნაური და მათ ესე იგი ჩიჩვების აზნაურებად არიან მოხსენებული და აქ არიან ესე იგი მოწმეები არიან. შემდეგი საბუთი, რომელიც ამგვარ შეეხება 1752 წელს წლის წყალობის წიგნში მოხსენე ბესარიონ კათალიკოსის მიერ, რომელიც გაჭედია ხურციას წყალობა, ასე იგი გაბრიელ ლოლოა მოურავი მოწმედ არის დასახელებული და აი ხა ციტირებას გავაკეთებ მოწმე და გამრიგე მოურავი გაბრიელ ლოლოა კათალიკოსის მოურავი ჯორჯიკია ბეჟა ხელოსანი ბაბიჭუჭუ ცქირია და ცხადია ესე იგი აქედან ჩანს რომ ესე იგი მოურავი სახელოს ფლობდნენ ლოლოები ხო ჩვენ ვიცით რომ ლოლოების მოურავი სახელო მხოლოდ აზნაური სახელო იყო ან თავადური სახელო იყო გლეხის სახელო არ იყო ეს გლეხები ამ სახელოს მატარებლები არ იყვნენ გლეხი შეიძლება ყოფილიყო ხელოსანი შეიძლება ყოფილიყო ნაცვალი იშვიათად ნაცვლებიც წვრილი აზნაურთა ფენიდან ან მსახურთა ფენიდან ინიშნებოდნენ როგორც დავუშვათ მსახურები ძირითადად კი არა იყვნენ მხოლოდ აზნაურები და იყვნენ თავადები ესე იგი 1904 წლის აღწერით ბიაში, ხორში, ციზეთში, საჯიჯაოში, მაცხოვრის კარში, ქვალოში მცხოვრები ლოლოები აზნაურები იყვნენ. ამის გარდა მე შევხვდი რამოდენიმე ლოლოას, როცა ვიკლებდი მე სხვა გვარებს ვიკლებდი, რამოდენიმე ლოლოა თეკლათში შევხვდა აზნაური ლოლოების გვარი. მინდა გითხრათ რომ ეს გვარი საკმაოდ მრავლად აი იყვნენ წარმოდგენილი 29 პიროვნება ყავდათ ესე იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ეს არის ძალიან დიდ ბევრია და ეს არის ძალიან სახსახელოა თვითონ ლოლოებისთვის რომ ესე იგი წარმოვიდგინეთ 29 პიროვნება ყავდათ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ეს მე-19 საუკუნეში
საუკუნის დასასრულს. ესე იგი რამხელა როლი ითამაშეს და თამაშობდნენ ქართველთა ესე იგი ასე ვთქვათ განათლების საქმეში. ძალიან ბევრი. მე მინდა ამ მოედოს მითხრათ, რომ ამ გვარის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას მე-13 საუკუნეში, საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი აქტიურები იყვნენ თავიანთი აქტიური ცხოვრებით, ანუ ესე იგი სამამულო არ მინდა ჩვენთვის არ იყო ეს სამამულო, ეს იყო მსოფლიო პირველი მსოფლიო ომი, რომელიც მიმდინარეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში 10-იან წლებში. მათ ესე იგი რამოდენიმე ლოლუა იღებდა მონაწილეობას, მრავალი ლოლუა იღებდა მონაწილეობას და რამოდენიმე ლოლუამ გამოიჩინა თავისი ესე იგი გმირობებით და რამოდენიმე ადამიანი ვიცი ჩვენ, რომლებმაც ესე იგი ორდენით დაჯილდოვდნენ ლოლუა ივანე ლოლუა, რომელიც იყო პოდპორუჩიკი იყო და წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით იყო დაჯილდოვებული. პედრე ლოლუა იყო პორუჩიკი, იყო პრაპორშიკი იყო და ჰქონდა ესე იგი წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა. ლოლუა ლუკა, რომელსაც წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვარი ჰქონდა, ჯარისკაცის ჯვარი ჰქონდა ესე იგი მიღებული. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ძალიან საკმაოდ ძოლისუნარიანი გვარია და საკმაოდ ძოლისუნარიანი იმითია კიდე ძოლისუნარიანი გამორჩეული ერთ-ერთი გამორჩეული გვარია ისტორიაში, ისტორიოგრაფიაში არის ცნობილი ვინმე მეგრელი ლოლუა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ესე იგი ხრესილის ბრძოლაში 1752 წელს და სადაც ესე იგი ამ ლოლუამ უმაგალითო ის უპრეცედენტო გმირობის მაგალითი ჩაიდინა, ანუ სერასკირი, თურქების სერასკირი ესე იგი დაატყვევა და მიგვარა ესე იგი სოლომონ პირველს. ესეც მიანიშნებს იმას, რომ ეს გვარი არის საკმაოდ ძლიერი გვარი და საკმაოდ ესეთი მაგარი გვარი. ეს იყო სულ დღეს რაც მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ეხლა კიდე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ. ჩვენ ვართ სამეფო კლუბის წევრები ვართ. უკვე წლებია, რამოდენიმე 10 წლებია ეს კლუბი არსებობს და ჩვენი ასე ვთქვათ კრედო ცხოვრებისეული იყო. ჩემი პირადად მე მონარქისტი ვარ, ბავშვობიდან ახლა არ გამიმედაოთ, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას გაუმაჯოს თავის აზრში და თავის შეხედულებებში. მე არავის არ ვუხდები, არავის არ ვაკრიტიკებ, შეიძლება ვიმსჯელოთ რაღაცაზე და არა დაუშვათ, არავისგან არ მივიღებ დაუშვათ რაღაც ლაძღვაგინებას და იმას, ეს გამორიცხულია. კრიტიკას რა თქმა უნდა მივიღებ და მივიღებ მსჯელობას თუ როგორ ჯობია, როგორი მოწყობა უნდა იყოს საქართველოში, რა მინდა რა გჭირდება და რა გვაწყობს ქართველებს და რა გამოგვადგება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის უკეთ მოწყობაში. ჩემი აზრით ეს არის მონარქია, ოღონდ სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქია, რა თქმა უნდა. დღეს იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ დავუშვათ ეს წოდებები და ეს რაღაც სისულელეები, რომელთაც ესე იგი ეს ძალიან გვიტენიან ამას ანტიმონარქისტები, ამითი ცდილობენ ესე იგი იმ მუხტის ჩაქრობას, რაც კიდევ არის შემორჩენილი ქართველი კაცის ესე იგი გონებაში. იმიტომ არის შემორჩენილი, რომ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, მე ძალიან ბევრჯერ მithქვია ესა, ძალიან ბევრჯერ მithქვია, ერთ-ერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც გლეხთა აჯანყება მე-19 საუკუნემდე მე მინდა ხაზი გაუსვა. მე-19 საუკუნემდე საქართველოში არ მომხდარა. არ მომხდარა, კი იყო რაღაც აჯანყებები, მაგრამ ესე იგი სოციალურ ნიადაგზე ეს აჯანყება არ ყოფილა. შეიძლება მომხდარიყო ოსმალების წინააღმდეგ აჯანყება, მომხდარიყო აჯანყება დაუშვათ სპასელების წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს და შეთქმულებები მომხდარა, მაგრამ არასოდეს გლეხთა აჯანყება საქართველოში არ მომხდარა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა, ესე იგი სოციალურ ნიადაგზე იქნებოდა აღუცილებელი. ეს რატო ხდებოდა? იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენთან აი ეს ფორმულა, რომ მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი მეფეს, ყოველთვის სრულდებოდა. აი ერთ წუთით რომ დავფიქრდეთ ჩვენ და რომ გავიაზროთ აი ჩვენი მეფეების, ჯერ მარტო ახლა ქრისტიანი მეფეები რო ავიღოთ, ბაგრატიონ მეფეები გავაკეთეთ,
ბაგრატიონი 12 ბაგრატიონი მეფე ყავდა წმინდანი 12 აბა ახლა წარმოვიდგინეთ თქვენ ესე იგი ეს ცოტა თუ ბევრია როცა ესე იგი სხვა ქვეყნებს ერთად აღებული ის მეათედი არ ყავთ ქრისტიანულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი არ ყავთ მიდან ერთადერთი რაც მე მახსოვს და რასაც ვიხსენებ ეს არის შეიძლება ვცდები შეიძლება არ მახსოვს შეიძლება არ ვიცი არა მე რაც მახსოვს და რაც ვიცი ეს არის ლუი წმინდა რომელიც ფრანგებს ყავდა რომელიც ჯვაროსნულ ომებში იღებდა მონაწილეობას და მაშინ წმინდანად აღიარეს და ჩვენ 12 ყავდა წარმოვიდგინეთ 12 ეს არის ძალიან დიდი რამ არის ამიტომ აქედან მაყოლებული ჩვენი მეფეები სულ ზრუნველები იყვნენ ზრუნავდნენ და მე ძალიან ბევრი არზა მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი ისტორიული საბუთი მაქვს წაკითხული და ძალიან ხშირად მაგალითებიც მომიყვანია ძალიან ხშირად ადრეც ეხლაც მინდა რომ გითხრათ რომ ესე იგი როგორ იყო იცი გლეხს პატრონობდა ასე ვთქვათ მეფე პატრონობდა იცავდა დაუშვათ რაღაც ჩაგვრისაგან და დაუშვათ ექსპლუატაციისაგან აი ზედმეტად ყველა ფენას ყველა წოდებას ჰქონდა თავისი წესი და რიგიც უნდა ყველა მოკლედ რა ანუ წესად და რიგს არავინ არ აღვევდა არც მეფე აღვევდა ამას არც სავადი არც აზნაური და არც მით უმეტეს არც გლეხი ამიტომ ყველა ბედნიერად ცხოვრობდა იმიტომ ყველა მიცოდა თავის საკეთებელი იმ საკეთებლის იქით არც გლეხი გააკეთებდა არაფერს და ვერც დაუშვათ ბატონი უბრძანებდა გინდათ რომ ეს გააკეთებდა ამიტომ ეს ჰარმონია იყო დაცული ყოველთვის ვიდრე ესე იგი შემდეგ ჩაერივნენ ჩვენი მეზობლები და არ აგვირდაგვირიეს ყველაფერი და არ ტვიში არ მოახდინეს თითოეულ ჩვენგანის ტვიში არ მოახდინეს რევოლუცია აი იმ ტვიში მოხდარი რევოლუციის შემდეგ აგვეჭრა ყველაფერი და შემდეგ ჩვენი ის ადაწესები რა ჩვენ მქონდა ყველაფერი ესე იგი ჩაუბარეთ წარსულ ჩაუბარეთ და ეს მე-19 საუკუნეში უკვე აღარ გადმოყვა არაფერი ფაქტიურად იმიტომ რომ იქი დარჩა ეს ყველაფერი ჩვენი მიზანი რა არის ესე იგი ახლა მაინც რატო მონარქია იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი ჯერ გარანტია იმისი რომ თავის ერს და თავის ქვეყანას არასოდეს არ უღალატეს მეფე ამიტომ იმაზე ფიქრდა ლაპარაკი ესე იგი აი პრეზიდენტი დაუშვათ ხვალ რაჭკვაზე დადგება და საერთოდ გადაიხება კაცმარიცის და რაღაცას რას გააკეთებს კიდე კაცმარიცის იმიტომ რომ მისთვის ეს თანამდებობა და ეს 4 წლის მერე წავა და სხვაგან იმუშავებს მეფე სიკვდილამდე უნდა იყოს ამ თანამდებობაზე და უნდა მოუაროს თავის ხალხს და თავის ქვეყანას პატრონი და მფარველი უნდა იყოს თავის კიდევ გეუბნებით ამ ისინი რომ დაუშვათ პადაღებული დაუშვათ წოდებრიობა და რა დროის რომ წოდებრიობა 21 საუკუნეა გარეთაც რა დროის თავადებია და რა დროის აზნაურებია კაცო დღეს ყველა თავადე ყველა აზნაურია ნებისმიერი გვარის წარმომადგენელი არის დღეს თავადი არის აზნაური რაზეა ლაპარაკი ამაზე ლაპარაკის კი ზედმეტი ენასაც არ დავისველებთ ამისთანა სისულელებზე საუბრით უკვე ჩვენ გვიდა ჩვენმა მეფემ როგორც დაუშვათ ევროპაში 12 სახელმწიფოა მონარქიული სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო ძალიან ძლიერია იქ სადაც მეფეა და სადაც მონარქია ხო და ჩვენც ცადოთ ეს ყველაფერი და ნახოთ აბა რა გამოგივადა ჩვენ ეხლა ვაპირებთ ახალი გადაცემა გვინდა რომ გავაკეთოთ მე ვიქნები ამ გადაცემის წამყვანი და მალე იქნება ანონსი პატარ რაღაცები უკვე დავაანონსეთ მაგრამ სულ მალე გამოვა ეს გადაცემა მოვიწვევთ ადამიანებს რომლებსაც გული შეტკივათ საქართველოზე და რომლებსაც ხელეწიფებათ ამ ყველაფერზე საუბარი რომლებსაც იციან ჩემზე უკეთ იციან ეს ყველაფერი და თქვენც ესე იგი თავიანთ კონცეფციებს გაგაცნობენ და რა ვიცი თუ მისაღები იქნება მივიღებთ ყველა ერთად თუ არ იქნება მისაღები და ნუ თავიდან დავიწყებთ ფიქს იმაზე თუ რა გზა ჯობია და როგორ ჯობია ეს ყველაფერი უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და რა ვიცი აბა ნახოთ რა გამოგივა კარგად მზადდებოდეთ დიდი მადლობა 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა
es mostre viva